მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის. მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძეა, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, პარტიის გეგმებზე და ასევე მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. მოგესალმებით ბატონო შალვა და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, საუბარს დავიწყებთ გუშინ პარლამენტის მიერ მიღებულ 3 კანონთან დაკავშირებით. თითოეულ კანონთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, პარტიის მოსაზრება. ეს კანონებია, რა თქმა უნდა, ბიუჯეტი, არის რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც მთელ რიგ მანიფესტს და გამოსვლებს შეეხება და ასევე განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. თუ შეიძლება თქვენი პარტიის პოზიცია რო გავაცნოთ მაყურებელს. თითოეულ მათგანთან. როგორც გინდათ, თქვენთ ბიუჯეტით დავიწყოთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი თემა ვიცი რომ არის. გამარჯობათ, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. რიგითობით გავყვებით. დიახ. ეს მიერ დასმულ შეკითხვას და დავიწყებთ ბიუჯეტით. ბიუჯეტი, რომელიც ეს გახლავთ ქვეყნისთვის უმთავრესი ფისკალური დოკუმენტი. დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს 2026 წელს უნდა იხილვალოს სახელმწიფო. გუშინაც აღვნიშნეთ ჩვენ და მე პირადად გამოსვლისას, რომ ერთი შეხედვით, ვინც არ არის გაცნობილი ამ ბიუჯეტში, ხო, და მოგესმინათ ფინანსთა მინისტრის გამოსვლა, ნამდვილად იფიქრებს ადამიანი, რომ როგორც საათივით არის აწყობილი და დაალაგებული 2026 წლის ბიუჯეტი. მაგრამ კარგად თუ შევალთ სიღრმეებში, ხო, და ჩავურმავდებით. უკვე თვალნათლივ ჩანს, რამდენად ხარვეზებია და პირდაპირ დავინახავთ 2026 წლის ბიუჯეტში იმას, რომ ეს ბიუჯეტი მორგებული კი არ არის ადამიანებზე, საზოგადოებაზე და ეს ბიუჯეტის თანხები სწორად და თანაბრად კი არ არის გადანაწილებული იმ საჭიროებებზე, იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად ხალხს ქვეყანაში აწუხებს და ამ შემთხვევაში რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში აწუხებს. არამედ ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ბიუჯეტითაც გადაფარულია მთავრობის და ხელისუფლების მანკიერი მხარეები და ჩავარდნები და რეალურად მორგებული არის მათ საქმიანობაზე. ეს ეხება არა მარტო 2026 წლის ბიუჯეტს, ალბათ თვალყურს ადევნებით და 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას. ანუ ამ წლის ბიუჯეტის კორექტირებაზეა საუბარი. აი, გახარჯვასთან დაკავშირებით ქონდა, როგორც ვიცი, ბიუჯეტის პრობლემები უკვე არსებულს 2025 წლის ბიუჯეტზე მაქვს საუბარი და კი, დიახ, მოვისმინეთ თქვენი კრიტიკული გამოსვლა ამ თემასთან დაკავშირებით. რა შეეხება 21 წელს, რა შეეხება 21 წელს, ხო? რეალურად რომ ნახოთ, თუნდაც ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ჩვენ ქვეყანაში. მე ინფრასტრუქტურაში გულისხმობ წყალმომარაგებას, რომელიც მართლა პირველ ადგილზეა, ხო? საგზაო ინფრასტრუქტურას. თანხები 2005 და კიდევ უფრო იგი 2024 წელთან შედარებით გაზრდილი კი არ არის. შემცირებული. და ასევე განათლების სისტემაში არის განათლებაზე შეზღუდვები, ანუ შემცირებული ბიუჯეტი, როგორც ვნახე. გაზრდილია სუსის ბიუჯეტი, ასევე გაზრდილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი და აკლდება ეკონომიკას, აკლდება განათლებას. ამასთან დაკავშირებით თქვენს პარტიას თუ ქონდა თავისი მოსაზრებები, ამაზეა ზუსტად საუბარი და ამაზე ვსაუბრობ. და ეგ თქვი ზუსტად წეღავ. ბიუჯეტი თანაბრად და სწორად არ არის გადანაწილებული საზოგადოებაზე. ანუ რა დაკვეთებით, რა გამოწვევებით საზოგადოებიდან არსებობს, რა პრობლემებიც მუნიციპალიტეტებში არსებობს, ხო, წყალმომარაგების კუთხით, საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, სოციალური კუთხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქ კი არ არის თანხები, ასე ვთქვათ, გადასროლილი და დაფინანსებული. არამედ დაფინანსებულია სულ სხვა მიმართულებით რა. აი ინფრასტრუქტურა გითხარით, ეკომიგრანტები აღნიშნეთ გუშინ, რომელიც თქვენთანაც სხვათა შორის გურიის რეგიონში და ეკომიგრანტები მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრია. ეკომიგრანტების თანხებს ვერ ითვისებს ბიუჯეტი. რატო ვერ ითვისებს, იცი? იმიტომ ვერ ითვისებს, რომ იმდენად მცირე თანხას თავაზობს სახელმწიფო, რომ არავინ აღარ მიდის დასახმარებლად. იმიტომ რომ აზრი არ არის, არა 25-30,000 კლარა ადამიანი სახს ვეღარ ყიდულობს, ვერც ქალაქში, ვერც სოფელში. ასევე დემოგრაფიულ პრობლემაზე
გახვირია ყოველდღე გაიძახიან რომ ოჯახური ღირებულებები, ტრადიციები, ოჯახური ფასეულობები და საქართველოში რა ვიცი, აბა ოჯახი აღარ არის, დარჩენილი გაყოფილი რო არ იყოს და ემიგრაციაში არ იმყოფებოდეს. სამაგიეროდ აიპების თანამშრომლების, სიპების და ასევე საჯარო მოხელეებზე არის გაზრდილი თანხა ბიუჯეტში, ესეც ვნახეთ და ამასთან დაკავშირებით მუდმივად მიდის მსჯელობა და მუდმივად კრიტიკის ეს არის განხილვის და კრიტიკის თემა ეს საკითხი. ხო და დავასრულებ და ოჯახი აღარ არის საქართველოში დარჩენილი რომ ემიგრაციაში არ იყოს დასული რა და ნაცვლად იმისა რომ მართლა ეს ჭარბი ფული რაც ამ წელში 2025 წელში ვერ აითვისეს და დააკორექტირეს მათივე სიტყვებით რომ ვთქვა გამოიყენო და დახარჯონ და 2021 წლის ბიუჯეტში და შემდეგ ბიუჯეტებში ჩადოთ ამ დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად, ხო? სხვა ისეთ უწყობებს აფინანსებენ, რომელმა უწყობებმაც კარგად უნდა დაგვიკვირდნენ, კარგად უნდა გვითვალთვალოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა და თქვენ აღნიშნეთ ეხლა და სიპები და აიპები. ეს სიპებში და აიპებში ერთი მხრივ ხელფასების ზრდაზეა წასული და მეორე მხრივ შტატების გაზრდაზე. რა და ამ შტატების გაზრდასთან დაკავშირებით კიდევ იმხელა დარღვევებია მუნიციპალიტეტებში თვითონ აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების და აუდიტის საქმიანობის ჩატარების შედეგად გამოვლენილი რომ აუდიტის სამსახურმაც კი ვეღარ დამალა ეგ ხარვეზები და პირდაპირ უწერიათ მუნიციპალიტეტების აუდიტორიული შემოწმების შედეგად რომ აიპებს რომელსაც აქვს დუბლირებული ფუნქციები გაბერილი შტატების ზევით კიდევ ხელშეკრულებით აყვანილი ადამიანები, რომლებიც რეალურად პარტიული აქტივია დასაქმებული და უფრო მეტსაც გეტყვით, მე თქვენ რომ არიან ადამიანები და მუშაობენ, რომლებიც სამსახურში საერთოდ არ დადიან. უდევთ ჯიბეში ბარათი და ყოველი თვის ბოლოს იღებენ ხელფასს, ერისხებათ ხელფასს. ეს დაწერილი აქვს აუდიტის სამსახურს, ეს დასკვნები მუნიციპალიტეტებზე აღარაფერს აღარ ვამბობ კორუფციაზე, აღარაფერს აღარ ვამბობ ნეპოტიზმზე, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე, დაგვიანებულ პროექტებზე, ჩავარდნილ პროექტებზე. აი ბატონო შალვა, ახსენეთ წლევანდელი ბიუჯეტი 2025 წლის, რომელიც არ გაიხარჯა და არსებობს მაგალითად მუნიციპალიტეტები და ჩვენს მაგალითზე შემიძლია ვისაუბრო აუშენებელი სკოლები, ბაღები და ასე შემდეგ. ამაზე რა პასუხი აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებს? ამაზე რეალურად პასუხი არ აქვს პროფესიონალურ დონეზე რომ მოსთხოვო რომ აბა ეს რატო ხდება და არგუმენტირებულად რომ დაუსაბუთო რომ ისინი რითიც ხსნიან ეს არის უბრალოდ მოყოლილი ზღაპრები და მეტი არაფერი აგრე გეტყვი მე თქვენ მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე მშენებლობა რეაბილიტაციაზე აი ამ წელზე გეუბნებით 2025 წელს 100 მილიონი ლარი დარჩა თავოფისები წარმოგიდგენიათ თქვენ ეს რა თანხაა და რა მასშტაბია? წარმოგიდგენიათ თქვენ რომ ეს 100 მილიონი ლარად რამდენი სკოლის რეაბილიტაცია და თუნდაც ახალი სკოლის შენებლობა იქნებოდა შესაძლებელი? და წარმოგიდგენიათ თქვენ რომ ეს ფული რომელიც 2025 წლის ბიუჯეტში იყო ჩადებული, რამხელა სიკეთე და სარგებელი დააკლდა მუნიციპალიტეტის და სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფოსგან რომ ეს სიკეთეები მიიღო. იმის გამო რომ ვიღაცამ ფული აიღო, ვიღაცა ტენდერის შედეგად მშენებელს გაურიგდა, ვიღაცა უპასუხისმგებლოდ მოიქცა, ვიღაცას კომპეტენტურობა არ იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეგეთი პრობლემები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ახსენეთ თქვენ თვითონ თქვენთანაც არისო და თქვენთანაც არის ოზურგეთშიც არის, ჩოხატაურშიც არის და საქართველოს აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტი არ არის დარჩენილი, სადაც სკოლების რეაბილიტაციის პრობლემა არ იდგეს, მუნიციპალიტეტი არ არის დარჩენილი საქართველოში, სადაც წყალმომარაგების პრობლემა არ იდგეს, საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა არ იდგეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთი რომ თანხებს ვერ ითვისებენ და მეორე უბედურება ის არის 2026 წელში 25 წელთან და 24 წელთან შედარებით თანხები კი არ გაზარდეს ამ პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ შეამცირეს.
ბატონო ხალხო, გარდა იმისა, რომ თქვენ არ დაგიჭერიათ მხარი ამ ბიუჯეტისთვის, რა მექანიზმი გაქვთ იმისა, რომ შეეწინააღმდეგოთ არსებულ სიტუაციას და თქვათ თქვენი ვერ გავიგე თუ შეიძლება. ანუ გარდა იმისა, რომ არ მიგიციათ ამ ბიუჯეტისთვის ხმა, 80 ხმით გავიდა ეს ბიუჯეტი და თქვენი ფრაქციის წარმომადგენლებს არცეც არ მიუცია ხმა, გარდა ამისა, რა მექანიზმი გაქვთ, რა ბერკეტი გაქვთ იმისა, რომ შეეწინააღმდეგოთ არსებულ სიტუაციას. ჩვენ არათუ ხმა მივეცით წინააღმდეგი წავედით. დიახ, ვიცით, მაგივახ. და პირდაპირ არგუმენტირებულად გამოვედით და დასაბუთებულად ვუთხარით. ისევე როგორც 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირების დროს, როდესაც ჩვენ ფრაქციას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ყავდა მოწვეული, მასთან ჰქონდა განხილული. არგუმენტირებულად ვუთხარით ხალხის გასაგონად, ხალხის დასანახავად, თუ რატომ არის ეს ბიუჯეტი ბლეფი და რატომ არ მართლებთ ამას ხმა. აქ მთავარი არის ის, რომ მე მესმის, რომ დაუშვათ ჩვენ 10 დეპუტატი ვართ, ისინი ბევრად მეტი არიან და ჩვენი არც, მაგრამ თავარი სხვა რამე. თავარი არის ის, რომ აქამდე საზოგადოებას არ ქონდა შესაძლებლობა ეხილა და დაენახა ნამდვილი რეალური სურათი. ჩვენ ამის საზოგადოებას ველაპარაკებით, ქართველ მოსახლეობას ველაპარაკებით, ჩვენ სამორჩეველს ველაპარაკებით და ზოგადად ადამიანებს ველაპარაკებით და ვაგებინებთ, რა ხდება რეალურად საქართველოს პარლამენტში, რა ხდება ხელისუფლებაში და როგორი ასე ვთქვათ, არასწორი და არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ეს ესე რო არ ყოფილიყო, ჩვენ რო ხმა არ ამოგვეღო, წარმოიდგინეთ, გამოვიდოდა ფინანსთა მინისტრი, დავარცხნილი ფინანსურ ენაზე დავარცხნილი სიტყვებით და დაკორექტირებული ბიუჯეტს წარმოადგენდა, გამოვიდოდნენ მერე ოცნების საპარლამენტო დეპუტატები, იტყოდნენ, რომ რა მაგარია, მოუხდიდნენ მადლობას, ეს არის საუკეთესო შემთხვევა, საუკეთესო ბიუჯეტი და დამთავრდებოდა მაგით. აი ბატონო შალვა, მინდა გითხრათ, რომ ანალოგიური სიტუაცია და უფრო რთული მუნიციპალიტეტებში საკრებულოებს გულისხმობ თქვენს წარმომადგენლებს და ასევე ლელოძლიერი საქართველოსთვის წარმომადგენლებს, რომლებიც თითოეულა არის საკრებულოში წარმოდგენილები, აქვთ თავიანთი ინიციატივები, თავიანთი წინადადებები, მაგრამ ვერ გაქვთ ანუ ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. ქონდათ წინადადება მაგალითად იგივე სკოლებში უფასო პირველ კლასელთა უფასო კვებასთან დაკავშირებით, მაგრამ გითხარით, რომ ადამიანური რესურსის გამო ვერ გადის მათი საკითხი. ამასთან დაკავშირებით რამდენად ხართ თქვენ ინფორმირებული, როგორ დაუჭერთ მხარს ადგილობრივ დონეზე თქვენს წარმომადგენლებს და რა იქნება? რა თქმა უნდა, ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით არათუ ვარ, არამედ უშუალოდ ვიყავი მე ამ პროცესში ჩართული, იმიტომ რომ ეს ინიციატივა, რომელიც ახლა თქვენ ბრძანეთ, ეს ინიციატივა არა მარტო ამ საკრებულოში, წინა მოწვევის საკრებულოში დავაყენეთ ჩვენ და დავაყენეთ გურიის რეგიონში შემოვალ ყველა მუნიციპალიტეტებში და აბსოლუტურად ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ჩვენ საკრებულოს დეპუტატები გვყავდა და ბევრად უფრო მყარად ვიყავით, ზოგან ფრაქცია ჰქონდა, ზოგან საკრებულოს თავმჯდომარე იყო ჩვენი პარტიის წარმომადგენელი. ეს ინიციატივები დავაყენეთ და უფრო მეცად გეტყვით, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდანაც გავაჟღერეთ ეს ინიციატივა და სხვათა შორის გუშინაც თქვით, რომ ეს 3.1 მილიარდი ლარი, რომელიც განათლების სამინისტროს გამოუყო სახელმწიფომ 2026 წლის ბიუჯეტში, ამ 3.1 მილიარდიდან 1.8 მილიარდი, თითქმის 2 მილიარდი ბაღებზე და სკოლამდე დაწესებულებებზე და საჯარო სკოლებისთვის არის განკუთვნილი. რეაბილიტაციას არ გულისხმობ მშენებლობას, იმიტომ რომ ეს რეაბილიტაცია მშენებლობა კიდე ცალკე საკითხია, კი ბატონო. აი მან არც ერთი ლარი არ იყო გათვალისწინები და არ არის გათვალისწინებული ბავშვთა კვებაზე, რომელსაც დაწყებითი კლასის ბავშვებისთვის ჩვენ ვითხოვდით, რომ შემოღებულიყო და სახელმწიფოს დაეფინანსებინა. მაგალითად, ოზურგეთის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ 9 მილიონი ლარი იყო, ანუ სურდათ, რომ გაითვალისწინებიათ ბიუჯეტში, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული ბიუჯეტი და მსჯელობის საგანიაო მითხრა უმრავლესობის წარმომადგენელობა, მაგრამ დიდი ალბათობით არ ტყუილად გაქვთ იმედი, არ გაითვალისწინებიათ.
და რახან განათლების საკითხებს ვახებით, იქნებ კანონ პროექტთან დაკავშირებითაც გითხრათ თქვენი და თქვენი პარტიის მოსაზრება, რომელიც გუშინ 79 ხმით გავიდა. ანუ რამდენად უწოდებთ ამას რეფორმას და რამდენად არის ცვლილება გარდამტეხი იქნება განათლების სისტემაში? გარდამტეხი ცვლილება ნამდვილად არის, მაგრამ გარდამტეხი ცვლილება არის უარესობისკენ. დიახ. გარდამტეხი ცვლილება არის უარესობისკენ. ამას არ შეიძლება დავარქვათ განათლების წარმატებული რეფორმა. ვერანაირად ვერ უწოდებ, მაგრამ ეს წარუმატებელი რეფორმა ეხლავე ეთყობა, დასაწყისშივე ეთყობა, რომ ამ რეფორმას დიდი მომავალი არ უწერია. არ უწერია, იმიტომ რომ ის მიდგომების დამოკიდებულებები, რაც უმაღლესი განათლების მიმართ სახელმწიფო აწესებს, გამერწუნეთ რომ ვერანაირად ვერ გამოვა. ვერანაირად ვერ გამოვა, არის მხოლოდ თეორია და ეს აღიარება საზოგადოებაში ნამდვილად ვერ პოვებს და ეს აი უფასოს უმაღლესი განათლება მორიგი კრახი და მორიგი შეცდომა განათლების რეფორმის სისტემებში ისეთი შეცდომები როგორი შეცდომებიც გასულ წლებში წინა ხელისუფლებების მხრიდან ჩვენ გვახსოვს მხოლოდ ფასადური, მხოლოდ მოჩვენებითი და რეალურად არაფრის მომცემი და უშედეგი. თუმცა უკვე კანონის სახე მიეცა ამ რეფორმას და სამწუხაროდ კანონის სახე მიეცა, სამწუხაროდ მიეცა კანონის სახე, მაგრამ მე მაგალითად პირადად არა მარტო მე, ალბათ დამეთანხმებით თქვენც და ჩვენ გუნდსაც გულისხმობ, მე ვერ ვნახე განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანი, როგორც საშუალო განათლებას გულისხმობ საჯარო სექტორში, ისე უმაღლეს განათლების წარმომადგენელი, ვინც ამ რეფორმით იყოს კმაყოფილი და ეთქვას, რომ ეს არის ძალიან კარგი რეფორმა და ეს არის ძალიან დიდი გადადგმული წინაბიჯი განათლების განვითარებაში. კაცი ვერ ვნახე ეგეთი ადამიანი მე ვერ მომიძიე. თქვენი აზრით ეს პროტესტ გამოიწვევს ახალგაზრდებში, ანუ სტუდენტებში, რომლებთაც პირდაპირ ეხებათ ეს კანონი და თქვათ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის? რა თქმა უნდა გამოიწვევს. რა თქმა უნდა გამოიწვევს და მე უფრო მეცაც გეტყვით რა. მე უფრო მეცაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი რაც ილაპარაკეს და ზღაპრები მოგვიყვნენ თეორიულად გასაგებია, მაგრამ აი ამ თეორიის მოყოლილი თეორიის პრაქტიკაში განხორციელება აი როგორ უნდა გაკეთდეს, ეგაც ვერ მაქვს უბრალოდ წარმომადგენელი. და ახალგაზრდები როგორ ანუ გაახმიანებენ ამ პროტესტს, როცა რეგულაციები შემოდის და შემოვიდა უკვე კანონის სახით შეკრებებთან და მანიფესტაციასთან დაკავშირებით, თხოვთ ამ თემაზეც ვისაუბროთ და თქვენი მოსაზრება ვუთხრათ მაყურებელს. კარგით, გადავიდეთ ახლა მაგ თემაზე, ბოლო საკითხი. სანამ მაგ საკითხს შევეხები, მე მინდა გითხრათ ჩვენს მიერ ინიცირებულ საგამოძიებო კომისიასთან დიახ, მაგასაც შევეხებით აუცილებლად, კი ბატონო. საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, რომელი კომისიის შექმნაზეც პრაქტიკულად ოცნება უარი განაცხადა და მიუხედავად იმისა, რომ თვითონვე აღიარეს, რომ ამ წლის ჭავლში იყო გარეული ნივთიერება. მაგრამ დავიდნენ იქამდე, რომ კამიკი არ იყო გარეული. მაგრამ ნივთიერება იყო გარეული, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც არ უნდა ყოფილიყო წლის ჭავლში არანაირი ნივთიერების გარება და მათ შორის ქიმიური ნივთიერების გარება არ შეიძლება. კანონით არის ეს აკრძალული. გამიგე. ხო და ამიტომ კითხვა ისმის, რატო გაურიეს ეს ნივთიერება? და ჩვენ როდესაც ვითხოვთ აი ამ საგამოძიებო კომისიას, ამ საგამოძიებო კომისიას ვითხოვთ, იმიტომ რომ აი გარდა იმისა, რომ ითხოვთ და გარდა იმისა, რა ბერკეტი გაქვთ ხელში, ეს ამისთვის საჭირო გარდა 12 დეპუტატისა 38 დეპუტატი, რომელმაც უნდა დაგიჭიროთ მხარი და შეიქმნას ეს საგამოძიებო კომისია. თქვენ როგორ იზრუნებთ ამაზე, რომ შექმნათ ეს კომისია და თქვათ ჩვენ რომ ვითხოვთ ამ საგამოძიებო კომისიას საზოგადოებაში დამეთანხმებით ხალხში არის ძალიან დიდი დებატაღება. ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები, მოსაზრებები, აღიარებითი ჩვენებები და ასე შემდეგ, რომ ხო არის ეჭვები, რომ ხო არ იყო გარეული რაიმე ნივთიერება. და ხო არ იყო აქ ადგილი ხო არ ქონდა სამსახურებრივ გადაცდომას. ან ვინმეს მიმართ
შეგნებულად ბრძანება დავალება ხომ არ იყო. ზიანი ხო არ მიადგა, რაც ყველაზე მთავარია ჩვენ საზოგადოებას. და თუ ხელისუფლება ამ შემთხვევაში თვლის, რომ თვითონ არიან მართლები, აი მართლები არიან, ხო? და სუსმა როგორც 4 დღეში თუ 5 დღეში გამოძიება დაამთავრა და რომ თქვენ სხვა ყველაფერი კარგად არის, ხო თვლიან რომ არიან მართლები. თუ არიან მართლები საზოგადოებაში, აი ეს ამდენი ნებათა ღელვა და კითხვის ნიშნები რო არსებობს, მაშინ დაგვეთანხმო საგამოძიებო კომისიის შექმნას. თუ არ დაგვეთანხმებიან, ბატონ შალვა, რომ დაგეთანხმონ, რამდენად შეძლებთ იმას, რომ დაამტკიცოთ, ანუ თვითონ თავად რანაირად იზრუნებენ იმაზე, რომ თქვენ რომ რაღაცა კანონი დაიღვა, მომწამლელი ნივთიერება იქნა გამოყენებული და ასე შემდეგ. თვითონ შეიძლება არ იზრუნოს, მაგრამ ჩვენ ხო ვიზრუნებთ. ჩვენ ხო მოგვეცემა საგამოძიებო კომისიის შექმნის შედეგად შესაძლებლობა იმისა, რომ უთხოვარი მტკიცებულებები, უთხოვარი ფაქტები საზოგადოებას მივაწოდოთ, ვანახოთ, არგუმენტირებულად დავუსაბუთოთ და ვთქვათ, რომ ესე არ იყო. აი აქ იყო დარღვევა, აქ იყო გადაცემა, აქ იყო არასახელმწიფოებრივი მიდგომა, აქ იყო შენი მოსახლეობის საზოგადოების წინააღმდეგ გადადგმული დამოკიდებულება. აი ამაზე ვსაუბრობ. და ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განკაცებული რეგულაციებს რაც შეეხება, ხო, გავაგრძელებ. ამიტომ როცა აი ამ კომისიიდან გამომდინარე დავიწყე და მინდოდა გადასულიყავი პირდაპირ, როცა აი ამ ყველაფერს არიგებს თავს ხელისუფლება და უფრო მეტსაც გეტყვით მე თქვენ რომ არათუ არიგებს ამ დროს უკვე ადამიანებს საფეხმავლო ასე ვთქვათ ტროტუარებზე, ბილიკებზე, სიარულს უკრძალავს, შეკრებას უკრძალავს, ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი მიდის ეტაპობრივად იქითკე, რომ გაფრთხილდეს ამ ქვეყანაში დიქტატურა. და თუ გადაავლებთ თქვენ თვალს თუ გადაავლებთ აი რუსული კანონიდან მოყოლებული, როდესაც ეს აქციები დაიწყო უკვე 1 წელიწადი, ხო? ყოველდღიურად ეს აქციები რაც დაიწყო, ეს საკანონმდებლო ცვლილებები როგორ ეტაპობრივად მიდის. ნენელად ცვლიან, ხან პირბადეების თემა შემოიტანეს, ხან რაღაცა ის დაუმატეს, ხან ეს დაუმატეს. ეხლა აკდნენ და გზის გადაკეტვა იყო მე რომელიც აკრძალეს, ჯარიმით შეცვალეს, აქტივობით შეცვალეს. ეხლა მე ადამიანებმა ტროტუარებზე რო დაიწყეს შეკრება, ეხლა აკდნენ და ესეც აკრძალეს რა და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იქით რომ მივექანებით დიქტატურისკენ ხვალზე ასე თუ გაგრძელდება, ხო? და თქვენი საბრძოლო მექანიზმი რა იქნება პარლამენტში, რომ შეეწინააღმდეგოთ, როგორ ბრძანეთ ამ დიქტატურას? ეს კანონპროექტი, როდესაც გამოვიდა და გახილვა, როცა მედიოდა და გუში, როდესაც კენჭისყრა იყო, საბოლოო კენჭისყრა, ხო? თქვა წინააღმდეგი წავედით, წინააღმდეგი მივეცით, მაგრამ გახილვის დროსაც გამოვედით და საკმაოდ მწვავე გამოსვლა ჰქონდა ჩვენი გუნდის წევრებს. მაგრამ ჩვენ ამით არ ვაპირებთ გაჩერებას, ყოველთვის შევახსენებთ და ყოველთვის გავაპროტესტებთ და საზოგადოებას ხლამაღლა გავაკებინებთ აი ამ ესე და არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილი. და ბოლო კითხვა ალბათ და გაიფშვიდობებით, აი პოლარიზებული ეს არის სიტუაცია ოპოზიციას გულისხმობ. თქვენ რამდენად შეძლებთ იმას, რომ თქვათ შეძლოთ ურთიერთობა ოპოზიციასთან და რამდენად დაალაგდება ეს სიტუაცია, რომ რაღაცა ადამიანებმა იგრძნონ ის, რომ თქვათ ოპოზიცია გაერთიანებულია და ერთი მიზნისკენ იბრძვის. ვის გულისხმობთ? აი, არასაპარლამენტო ოპოზიცია მყავს ხედულობაში. ხალხის დაკვეთაც არის გაერთიანება, რაღაცა ერთსულოვნება, ერთი მიზნისკენ სწრაფვა. თქვენ რამდენად ხედავთ ამის შესაძლებლობას არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, რომ თქვათ დიალოგი და ურთიერთობა შედგეს? ნაციონალურ მოძრაობას თუ გულისხმობთ, ეგ არ გამოვა და დანარჩენი ეხლა ოპოზიციურ პარტიებთან, მაგალითად ლელოს შემთხვევაში, ლელოსთან ჩვენ გქონდა ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა თვითმმართველობის არჩევნების დროს
მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების დაყენების კუთხით, მაჟორიტარი დეპუტატების დაყენების კუთხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩვენმა ასე ვთქვათ პოლიტიკურმა და თანამშრომლობამ ფუტბოლის არჩევნების დროს რაღაც გარკვეული ასე თუ ისე შედეგი გამოიკვეთლა. რა თქმა უნდა, ბევრად მეტი იქნებოდა შესაძლებელი, ბევრად მეტი შედეგის იქნებოდა მივიღებდით, რომ არა აი ეს ბოიკოტის ნაწილი, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ და ოცნებამ ერთობლივად რეალურად დაგეგმეს. თორე ესეც რო არ მოხდარიყო და 700,000 კაცი ადამიანი ამორჩეველი სახში არ დარჩენილიყო და არჩევნებზე მოსულიყო, დღეს ავსებით არსებობდა იმის რეალური შანსი, რომ თბილისს ყოლოდა ოპოზიციური მერი. თუნდაც ის კანდიდატი, რომელიც ჩვენთან რეგულს ყავდა წარმოქმნილი, ან სხვა კანდიდატი ყოფილიყო პირობითად თვალე. გვექნებოდა ის სურათი, რომ დღეს აგერ გურიის რეგიონში ვაიდოთ თქვენ გინა ლანჩხუთი, გინა ჩოხატაური, გინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც თითო კაცის ხმა გაისმის ოპოზიციისა, ესე არ იქნებოდა და იქნებოდა ბევრად უფრო მეტი განსხვავებული აზრი და მაგ პრობლემის წინაშე არ ვიდგებოდით. ვიქნებოდა ის მოცემულობა, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში და ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გახდებოდა შესაძლებელი, რომ მუნიციპალიტეტის მერებად ოპოზიციური პარტიის, რომელიმე პარტიის თუ პარტიების წარმომადგენლები ყოფილიყო. აი ეგ არის რეალობა და ეგ არის რეალური სიტყვა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო შალვა, რომ გამონახეთ დრო და ჩაგვერთეთ. მაყურებელს კი ვეტყვი, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო გახარიას საქართველოსთვის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერისელიძე. კიდევ ერთხელ მადლობა ჩართვისთვის და საუბრისთვის.